ოცნების რეპრესიები გრძელდება გზის გადაკეტვის მოტივით ყოველდღე აკავებენ სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანებს. ამჯერად ოცნების რეპრესიების სამიზნე გახდა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის მთელი ოჯახი. დააკავეს მისი ცოლი მანანა ჯავაშვილი და შვილები. ამის პარალელურად ამ დრომდე არ ჩანიშნულა გუშინ დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები. მათ შორის არც 71 წლის აზად ჩილაჩავასი, რომელიც პროტესტის ნიშნად იზოლატორში შიმშილობს. ახალი დაკავებულებისა და მოსალოდნელი სასამართლო პროცესების შესახებ ნატალი ჯახუტაშვილი მოგვიყვება პირდაპირ ეთერში. დიახ, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ დააკავეს ცნობილი ფოტოგრაფის გურამ წიბახაშვილის ოჯახის 4 წევრი, მისი 2 შვილი, გიგა წიბახაშვილი და ლადო წიბახაშვილი, ასევე მეუღლე მანანა ჯავაშვილი და მეუღლის და ეკა ჯავაშვილი. მათი ადგილსამყოფელი ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. პოლიციელებმა ისინი დღეს აიყვანეს, ნაწილს მიადგნენ სახლთან, ნაწილი აიყვანეს გზიდან, სავარაუდო წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან ახლა ისინი მოთავსებულები. მათთან ერთად ასევე გუშინ გზის გადაკეტვის საბაბი დააკავეს კიდევ 5-მდე პირი და მათი პროცესიც არ არის ამ დრომდე ჩანიშნული. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ ადამიანების მხარდასაჭერად აქ შეიკრიბნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე აქ იმყოფება ფოტოგრაფის მესამე შვილიც, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია მისი ოჯახის წევრების დაკავების შესახებ. დახვდნენ სადარბაზოსთან, გაკვეთილების მერე წავიდა სკოლიდან სამსახურიდან სახლში, იქ აიყვანეს. ჩემი ძმები ახლა თავისით მოდიოდნენ აქ, იმიტომ რომ დედას გვერდით ყოფილიყვნენ და გზიდან და აიყვანეს ორივე ცალ-ცალკე. და დეიდა ჩემიც ახლა მოდის აქ, მოყავთ აქ. პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი დაიჭირეს ამ ბრალდებით. რა თქმა უნდა, კი, ზოგადად ცხოვრებაში არ ქონიათ პოლიციასთან შეხება არასდროს და როგორც ყველა არც ერთი არ არის იქ დაკავებული ისეთი, ვინც მართლა ვისაც ეკუთვნის მართლა ციხე და ესენიც ეგეთი ადამიანები არიან, არასდროს არ ქონიათ შეხება. ეს არ არის ისეთი უბრალო შემთხვევა, რომელზედაც არ ვიცი მიჭრის სიტყვები მოუძებნო, როგორ შეიძლება ესეთი რამ შეფასდეს, ხო? ეს არც პოლიტიკური საკითხი არის, ეს ყველაფერს ცდება რა, ეს უკვე მიდის იმ ფასეულებამდე, რომელიც ყველა ქართველისთვის არის საერთო. როდესაც 10 ბრგე ფორმიანი აკავებს 71 წლის ქალს, როდესაც მას ღამეს ათენებინებენ კაპეზეზე ადამიანს, რომელიც არის დევნილი და მას ბინა ვერ აღირსეს, მაგრამ აი შეასახლეს კაპეზეზე და დღეს, როდესაც ამ უსამართლობამ კიდევ ეს უნდა განსაჯოს, ეს არის არაფერი თუ არა რეალობის გამრუდება და უსამართლობის დაკანონება. ხელისუფლებას სურს ალბათ ძალის ჩვენება, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ ეს ადამიანები არ ეშინია არავის ამ ყველაფერს და ის რომ იჭერენ ოჯახის ყველა წევრს, იჭერენ 71 წლის ადამიანს, ეს მიუთითებს მათ სუნდაბლობაზე, მათ შიშზეც მათ შორის და ვერ ხვდებიან როგორ არ უნდა ეშინოდეს ადამიანს ციხეში წასვლა, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება იმდენად მეტი გრაფიკას, რომ ეს შიში უკვე აღარ არსებობს და ნებისმიერ ფასად ყველაფრის ადამიანები იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვა რეჟიმმა. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები და წესი და რიგით მათ საქმეებზე დღესვე უნდა ჩაინიშნოს პროცესი სასამართლოში. ჩვენ ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ.